რატომ არ გაწირავენ უკრაინას? ეს არის თემა, რომელიც დღეს მე თქვენთან სასაუბროდ შევარჩიე, შესაბამისად დავასათაურე და მეცაც გეტყვით ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. მაქვს განცდა, რომ მართლაც არავინ არ აპირებს რომ უკრაინას გაუშვას ხელი და პუტინს გაუფორმოს გამარჯვება და როდესაც ამას ვამბობ, ვეყრდნობი კონკრეტულ განცხადებებს, კონკრეტულ პოზიციებს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა და მთელ რიგ მასალებს, რომელიც გასული დღეების განმავლობაში მოვიკვლიე აი ამ თემასთან დაკავშირებით. ცხადია, ძალიან დიდი ინტერესით და აზარტით ვაკვირდებით, როგორ განვითარდება ამ ხრივ მოვლენები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეორე ვადით დონალდ ტრამპი შევიდა ოვალურ კაბინეტში. აი ამ ყველაფერზე ვაპირებ, რომ ვისაუბრო თქვენთან, გაგაცნობთ განცხადებებს, პოზიციებს, მათ შორის ტრამპის, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის ლიდერების, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ზელენსკის პოზიციებზე ვისაუბრებთ და ასევე იმაზე თუ როგორ აისახება ბოლო დღეების განმავლობაში შეცვლილი რიტორიკაც და განვითარებული პოლიტიკური პროცესიც უშუალოდ ფრონტის ხაზზე და უკრაინის თავდაცვის ძალების ქმედებებსა და ტაქტიკაში იმისთვის, რომ უფრო მეტი და მეტი წნეხი განახორციელონ რუსეთზე. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline, ვიდრე გადავალ კონკრეტულ საკითხებზე და ინტერვიუებს შემოგთავაზებთ და მოგასმენინებთ, მანამდე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი იმ შემთხვევაში, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო და დაგვეხმარეთ უფრო მეტი აუდიტორიის შემოკრებაში. ეს ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა როგორც დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა. კარგი, წავედით. პირველი რაზეც მინდა რომ აქცენტი გავაკეთო, როდესაც ვამბობთ, რომ რატომ არ გაწირავენ უკრაინას, აქ ალბათ ჩნდება კითხვა, რომ ვის აქვს ამის ინტერესი. და თუ ვახსენებთ სიტყვას ვის აქვს ამის ინტერესი, პირველი ალბათ მოდის თავში დონალდ ტრამპი. ტრამპმა პირდაპირ თქვა მას რა უნდა. თუ ამერიკა ვინმეს დაეხმარება და ამაში დახარჯავს მილიარდებს, სამაგიეროდ რამე უნდა მიიღოს. მას ჭირდება უკრაინის ტერიტორიაზე არსებული მარაგები, რომელიც გულისხმობს იშვიათ ლითონებს და მინერალებს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სამხედრო ინდუსტრიაში. მოდით მოვისმინოთ ეს საინტერესო განცხადება დონალდ ტრამპის და შემდეგ განვაგრძოთ განხილვა. ჩვენ ვეუბნებით უკრაინას, რომ მათ აქვთ ძალიან ღირებული იშვიათი მინერალები. ეს იქნება გარანტია იმის სანაცვლოდ, რასაც ჩვენ ვაძლევთ. ჩვენ ვაძლევთ ფულს, აღჭურვილობას, რასაც არ აძლევს ევროკავშირი. ევროპელები ჩვენზე გაცილებით მეც უნდა ხარჯავდნენ, მაგრამ არც კი გვითანაბრდებიან. უკრაინაში მიწის ქვეშ მილიარდობით დოლარია. ასე რომ ჩვენ ვაპირებთ გარიგებას უკრაინასთან, ისინი მინერალების მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნებიან ჩვენი დახმარებით. ტრამპმა თავის სათქმელი თქვა და უნდა გითხრათ, რომ ეს სათქმელი ძალიან არ მოეწონათ რუსეთში. ერთ-ერთი პირველი რეაქცია, რაც ვნახე, იყო პესკოვის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ არ არის საჭირო არანაირი დახმარების გაწევა და აჯობებს, რომ ყველა ძალისხმევა მიმართოს ამ ომის დასრულებისკენ. ამას ძალიან ცხადად ხედავენ დასავლეთშიც, რომ მოსკოვი რეაგირებს რეალურად ყველა მსგავს ინიციატივაზე, რომელიც უფრო მეტ ინტერესს აჩენს ტრამპის მხრიდან, რომ უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება. მოდით ვისაუბროთ, რა ინტერესია აქვს საუბარი. ვახსენოთ მოკლედ ამ მინერალების და ლითონების შესახებ. საუბარი არის ტიტანიუმზე და ლითიუმზე. ტიტანიუმიც და ლითიუმიც, როგორც აღმოჩნდა, ძალიან დიდი რაოდენობით მოიპოვება უკრაინაში. ყოველ შემთხვევაში ამის საბადოები არსებობს. აქვე გეტყვით ციფრებსაც. წარმოუდგენელი თანხა 15 ტრილიონი დოლარის ღირებულება. ეს არის აი უხეში გათვლა, შესაძლოა მეტიც იყოს. ალბათ ცოტა წარმოდგენაც რთულია, რამხელა რესურსზე და თანხაზე არის საუბარი. შეეხება ამ ლითონებით დაინტერესებას, აქ ჩამონათვალი რომ გავაკეთოთ, ეს ყველაფერი გამოიყენება ორი მიმართულებით. ერთი არის მობილური ტექნიკა და ელექტროტექნიკის წარმოება, მათ შორის ჩიპების წარმოება და მეორე არის
ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო კომპონენტი, რაც გულისხმობს ამ ლითონების გამოყენებას, მათ შორის ავიაციის წარმოებაში და ეს ყველაფერი ძალიან ჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აღმოჩნდა, ტიტანიუმის და ლითიუმის ძირითადი მომპოვებელი არის ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის სამხედრო მიზნებისთვის, სწორედ ჩინეთიდან ყიდულობს ამ ნივთიერებებს და ცხადია მას სურს, რომ თავისი რესურსი ჰქონდეს. და ეს ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი და ძალიან დიდი ინტერესზე შესაბამისად. სწორედ აი ამ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას Wall Street Journal-ის უკრაინის ბიუროს ხელმძღვანელი, რომლის ძალიან საინტერესო ინტერვიუ შემოხვდა და მინდა რომ თქვენც მოგასმენინოთ და საინტერესო საკითხი შემოაქვს. სად არის განთავსებული ეს მარაგები? და ირკვევა მათ შორის მისი მონათხრობიდან, რომ ამ მარაგების ძალიან დიდი ნაწილი განთავსებული არის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ახლა რუსეთს აქვს ოკუპირებული. შესაბამისად, ჩნდება ინტერესი, რომ ეს ტერიტორიები ოკუპაციისგან გათავისუფლდეს. ტიტანიუმის წარმოების დიდ ნაწილს ჩინეთი აკონტროლებს, ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციას განსაკუთრებით აინტერესებს ტიტანიუმის მარაგების დივერსიფიკაცია ჩინეთთან სავაჭრო ომის გათვალისწინებით. ამ ამბავში არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ ელემენტების ამწიაღისეულის რეზერვები მთელი უკრაინის მასშტაბით არის, თუმცა ზოგიერთი უდიდესი საბადო ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, ასევე იქ, სადაც ოკუპაციის საფრთხე არსებობს. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი მათ მოსაპოვებლად უკრაინას ამ ტერიტორიების უკან დაბრუნება ჭირდება. ასე რომ არსებობს დიდი კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს უკრაინა და ამერიკა ამ საბადოებზე წვდომას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკრაინის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებშია მოქცეული. არსებული მოცემულობით ომის შეჩერების ნებისმიერი შეთანხმება სავარაუდოდ დაასუსტებს უკრაინას. იქნება ცუდი გარიგება უკრაინისთვის და პრეზიდენტ ტრამპს წარმოაჩენს ცუდი გარიგების დამდებად, სუსტი გარიგების დამდებად, რაც მას არ სურს. ასე რომ მსგავსი გარიგების შეთავაზებით ის შესაძლოა ეძებს განსხვავებულ მიდგომას, რომელიც საშუალებას მისცემს მას გააგრძელოს უკრაინის დახმარება და გაძლიერება ხელსაყრელი შეთანხმების ძიებაში. ამერიკა Great Again არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა პუტინს კოჭი გაუგოროს, ასე ჟარგონზე რო ვთქვათ და ის ყველაფერი შეატოვოს, რაც მან აი ამ 3 წლის განმავლობაში უკრაინაში დაიპყრო. მაგრამ აი აქ საინტერესო ამბავი არის ის, რომ რა ზეწოლას ახდენს პარალელურად ტრამპი ევროკავშირზე და ნატოს სხვა მოკავშირეებზე. ის მუდმივად ხაზს უსვამდა და ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპამ მეტი უნდა დახარჯოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, მათ შორის აი იმ განცხადებაში, რომელიც თავში მოგასმენინეთ, იქაც ხაზი გაუსვა, რომ ისინი ჩვენზე გაცილებით მეც უნდა ხარჯავდნენო, თუმცა ამას არ აკეთებენ. და აქვე გავიხსენებ, რომ ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ეს ტრამპის ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო, ის მუდმივად წნეხის ქვეშ აყენებდა ევროპელ ლიდერებს, რომ არასაკმარის თანხას დებდნენ თავდაცვის ბიუჯეტში და მოუწოდებდა, რომ გაეზარდათ ეს თავდაცვის ბიუჯეტი. გარდა ამისა, ბოლო დროის მოვლენებმა და ალბათ შესაძლოა ზელენსკის შეგონებებმაც გარკვეული გავლენა მოახდინა ევროპელ ლიდერებზე და არა მხოლოდ ევროპელ ლიდერებზე, იმისთვის რომ მათ ჩაიყონ ჯიბეში ხელი და მეტი თანხები გამოყონ უკრაინის დასახმარებლად და მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდონ მას. თუმცა, ალბათ ეს მთავარი ფაქტორი არ არის, რომ ახლა ზელენსკი რას ითხოვდა, მთელი ამ 3 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მის ვიდეო მიმართვებში ამას ვისმენთ, რომ საჭიროა მეტი დახმარება და ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, რაც ახლა ხდება. აქ ცხადია, გარდამტეხი როლი აქაც ითამაშა ტრამპის პოზიციამ და მოვისმინეთ უკვე ამის გავლენით, აი ამ ყველაფრის გავლენით გაკეთებული განცხადებები. მივყვებით თანმიმდევრობით, ჯერ პირველ რიგში საინტერესო იყო ჩემთვის ნატო შტაბ-ბინაში 3 დღის წინ გამართული პრესკონფერენცია, სადაც ერთმანეთის გვერდი-გვერდ იდგნენ
ნატოს გენერალური მდივანი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. და ისინი ძალიან მკაფიოდ ამბობდნენ იმას, რომ საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ემუქრება და საჭირო არის მოქმედება და საჭირო არის ბევრად მეტი დახმარების გამოყოფა უკრაინისთვის ვიდრე აქამდე. ეს არის პირდაპირ ციტატა და ეს განცხადება გაკეთდა მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ის აპირებს ბევრად მეტი მიცეს უკრაინას წელს 2025 წლის განმავლობაში ვიდრე მიუცია აქამდე. მოვისმინოთ ეს განცხადებები. The UK is also firm friend to Ukraine. ბრიტანეთი უკრაინის მტკიცე მეგობარია. თქვენ უკვე მიაწოდეთ რამდენიმე მილიარდის ღირებულების სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება, როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული მიზნებისთვის. სამომავლოდ ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. შედეგად, როდესაც დრო მოვა, უკრაინამ უნდა შეძლოს მოლაპარაკების მაგიდასთან ძლიერი პოზიციით დაჯდეს და გააფორმოს განგრძობადი მშვიდობისთვის ხელსაყრელი შეთანხმება. ჩვენს გარშემო საფრთხეები იზრდება და ჩვენ მათ მომზადებული უნდა შევხვდეთ. ჩვენს მოკავშირე ქვეყნებში რუსეთი აფართოებს დესტაბილიზაციის მცდელობებს. ამ პროცესების შესაჩერებლად ჩვენ უნდა გავამკაცროთ ჩვენი თამაშის წესები და დავრწმუნდეთ, რომ საფრთხეების შეკავება ეჭვგარეშეა. ამის გაკეთება შეგვიძლია თავდაცვის სფეროში მეტი ინვესტირებით. თუ ომის პრევენცია გვსურს, მეტი უნდა დავხარჯოთ. მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ინვესტიცია საკმარისი არ არის. საჭიროა ბევრად მეტი რესურსი. ასევე საჭიროა მარაგების შევსება და ეს ყველაფერი სწრაფად უნდა გავაკეთოთ. დასაკარგი დრო არ არის. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის აღორძინება თავდაცვის წარმოების გასაძლიერებლად არის აბსოლუტური აუცილებლობა. გამოწვევები, რომელსაც ვაწყდებით, კომპლექსურია. თუმცა ნატოს წევრების ერთიანობით არაფერი არ არსებობს, რასაც თავს ვერ გავართმევთ. A couple of weeks ago, as you know, I was in Kyiv. ორიოდე კვირის წინ კიევში ვიყავი. ვნახე დანგრეული საცხოვრებელი შენობები. მოვინახულე დაჭრილი ჯარისკაცები და ასევე შევხვდი ბავშვებს, რომელთა მშობლები ფრონტზე არიან. ეს ომი უკრაინის და ამ ბავშვების მომავლის წინააღმდეგ არის მიმართული. ამიტომაც ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენ ყველა ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს, თუმცა მკაფიოდ ვიტყვი, მშვიდობას მივაღწევთ ძლიერებით. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი უკრაინის თავდაცვის დასახმარებლად. ეს გულისხმობს ფრონტზე სიტუაციის დასტაბილურებას, აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნას. სწორედ ამიტომ დიდი ბრიტანეთი მიმდინარე წელს უკრაინას გაუწევს გაცილებით მეტ დახმარებას ვიდრე ოდესმე. გსურს ასევე მოიქცნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა დამატებითი სანქციების შესახებ და აშკარაა ამან პუტინი შეძრა. ჩვენ ვიცით, რომ ის ღელავს ქვეყნის ეკონომიკაზე. მე მზად ვარ ვიმუშაო ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რომ რუსეთზე გავზარდოთ წნეხი. შევზღუდოთ მისი შემოსავლები ენერგეტიკის სექტორიდან, რითაც საბრძოლო მასალებს აწარმოებს და ასე გავანადგუროთ პუტინის ომის მანქანა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად მოაახლოვებს მშვიდობას. ჩვენ ახლა ჩვენს მხრებზე უფრო მეტი უნდა ვიტვირთოთ, რადგან ეს ტვირთი ჩვენი სატარებელია. სწორედ ამას განვიხილავ ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენ გვინდა ჩამოვაყალიბოთ ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების ამბიციური პარტნიორობა ნატოს გასაძლიერებლად, რომელიც მოიცავს სამხედრო ტექნოლოგიების და ძალების მობილობის გაძლიერებას მთელს ევროპაში. ასევე ინდუსტრიული თანამშრომლობის გაღრმავებას შეიარაღების წარმოების გაზრდის მიზნით. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ კომენტატორების როლში, როდესაც საქმე ეხება ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ უნდა ვმართოთ პროცესი და სწორედ ამას განვმარტავ. აი ამ განცხადებებს კვალში მიყვა უკვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და თავდაცვის საკითხებში კაია კალასი, რომელმაც თქვა, რომ არ არის ახლა იმის დრო, რომ ვინმე მიმსჯელოს რა ტიპის ნაბიჯები გადაუდგამთ აქამდე, რა მასშტაბის დახმარება გაუწევიათ უკრაინისთვის და არ არის იმაზე საუბარი, რა დაიხარჯა გუშინ. პირდაპირ თქვა კაია კალასმა, რომ საჭირო არის ბევრად მეტის გამოყოფა და მუშაობა იმისთვის, რომ ეს რესურსები სასწრაფოდ იქნას მოძიებული. ევროკავშირი უკრაინის უმსხვილესი დონორია. ჩვენ განვახორციელეთ დაახლოებით 134 მილიარდი ევროს კონტრიბუცია, საიდანაც 50-მდე მილიარდი სამხედრო დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ნაკლების გაკეთებაზე, როდესაც ვალდებულები ვართ, რომ გავაკეთოთ მეტი. სადაც არსებობს ნება, გზაც მოიძებნება. მე არ მივიღებ არგუმენტს, რომ ესა თუ ის აქამდე არასდროს გაგვიკეთებია. მსურს მივაღწიო უკრაინის შემდგომი დაფინანსების გადაწყვეტილებებს.
ევროკავშირის ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ დახმარების გასაზრდელად და მეტი თანხების მოსაძიებლად ამ ყველაფრისთვის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ცალსახად ამბობს, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს და არ უნდა დაგვავიწყდეს ბრიტანეთის მუდმივი მხარდაჭერა აქამდეც. და კიდევ ერთი საინტერესო გარემოება არის, რომ ტრამპს მიუხედავად იმისა, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ შეცვლიდა პოლიტიკას უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით, მას არ გაუჩერებია ის სამხედრო დახმარება და ფინანსური დახმარება, რომელიც დაამტკიცა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ეს თანხები თუ შეიარაღება გეგმის მიხედვით მიედინება კვლავ უკრაინაში. და კაცმა არ იცის ხვალ რა სიზამს უკრაინის მომარაგების თვალსაზრისით თუ გავითვალისწინებთ აი იმ სწორედ იმ ინტერესს, რაზეც აი ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. აქ კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დაემთხვა აი ამ განცხადებების პარალელურად უკვე დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთმა დაპირებული მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლებისგან ნაწილი უკვე გადასცა უკრაინას და უკრაინის ცაზე შენიშნეს პირველი მირაჟ 2005 F-ები. სულ ჯამში საუბარი არის დაახლოებით 20 ერთეულის გადაცემაზე და პირველი პარტია, როგორც წერენ მათ შორის Telegram არხებზე და შესაბამისი ფოტოებიც ვრცელდება. პირველი პარტია უკვე უკრაინაშია დაახლოებით 3-4 მინიმუმ მირაჟ 2005 F-ი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არის უკრაინის თავდაცვის საჰაერო სივრცის თავდაცვის ნაწილში და ასევე შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად. როდესაც ვსაუბრობთ შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე, აი აქ მინდა რომ ახლა პრინციპში რაც დავაანონსე იმ თემას შევეხო ნაწილობრივ, რა ხდება ფრონტის ხაზზე და რა ხდება ფრონტის ხაზს მიღმა. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მასირებული შეტევები დრონებით, უკრაინის სამხედრო დრონებით რუსეთის სიღრმეში და როდესაც ვამბობთ სიღრმეში, აქ იგულისხმება შორი მანძილები 1200-1300 კილომეტრის მოშორებით დაარტყეს გარკვეულ ობიექტებს და აი აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რას იღებს სამიზნეში უკრაინის შეიარაღებული ძალები. ინტენსიურად ბომბავს რუსეთის ენერგო ობიექტებს. 18 სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა დრონით შეტევები და ყველა შემთხვევაში ძირითადად ობიექტები იყო ნავთობაზები, გადამამუშავებელი ქარხნები და უკვე დაიწერა ამასთან დაკავშირებით, რომ მილიარდობით დოლარის ზარალი ნახა ამ ბოლო დღეებში განვითარებული შეტევების შედეგად რუსეთის ეკონომიკამ. ეს ურტყავს როგორც ეკონომიკას და ერთ-ერთ ძირითად შემოსავალს პუტინისთვის, რითაც ის აფინანსებს ამ ომის მანქანას, ასევე მნიშვნელოვანი არის სამხედრო თვალსაზრისით. უკრაინა ცდილობს აი ამ მოქმედებებით, რომ გამოფიტოს რუსეთის შესაძლებლობები, დააზიანოს მომარაგების ხაზები და ეს ყველაფერი საბოლოოდ ეფექტს იქონიებს ფრონტის ხაზზე და საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ თუ რუსეთის დანაყოფებს არ ექნებათ შესაბამისი მომარაგება, თუ ლოჯისტიკური ხაზები არ იქნება გამართული, მათ აუცილებლად მოუწევთ უკან დახევა. და კიდევ ერთი გარემოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ახალი ამბავი არის, ეხება რუსეთის კურსკის რეგიონს. აი ამ პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ კიდევ გააქტიურდა სამხედრო მოქმედებები, ბოლო ცნობებით დაახლოებით 6 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრნენ ბოლოს დაკავებული პოზიციებიდან უკრაინელი სამხედროები და ახლაც მიმდინარეობს მძიმე შეტაკებები იმისთვის, რომ უფრო გააფართოვონ საკუთარი კონტროლის ზონა და უფრო მეტი დასახლება დაიკავონ კურსკში. და კურსკს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაშინ, როდესაც უკრაინა დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, რა პოზიციებში იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები უშუალოდ კურსკის რეგიონში და ფრონტის ხაზზე რა იქნება ვითარება, ვინ იქნება მომგები ამ პოზიციაში. აი ამას ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს. ერთის მხრივ ხედავთ რა ხდება დიპლომატიურ ფლანგზე, პოლიტიკურ ფლანგზე და მეორეს მხრივ ძალიან გააქტიურდა როგორც რუსეთის სიღრმეში შეტევები, ასევე გააქტიურდა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის რეგიონში ეს სამხედრო მოქმედებები. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კვირა გველოდება. უკვე დაანონსდა, რომ ტრამპი მომდევნო კვირაში შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის. ზუსტი თარიღი არ ვიცით. ტრამპმა თქვა, რომ დიდი ალბათობით ეს იქნება ვაშინგტონში შეხვედრა და ის არაპირებს ამ ეტაპზე რომ ჩავიდეს თავად კიევში და ცხადია, აქ დაისვა კითხვები, რა თემებზე ისაუბრებენ ტრამპი და ზელენსკი. ტრამპმა ახსენა, რომ საუბარი იქნება სამხედრო დახმარებაზე, მოლაპარაკებების დაგეგმვაზე, ომის შესაჩერებლად და ასევე ახსენა ის მინერალები და ძვირფასი ლითონები, რომელზე საუბარი თავშივე დავიწყეთ, ამით ხაზი გაუსვა კიდევ მის დაინტერესებას ამ საკითხთან დაკავშირებით. აქვე გეტყვით, რაც გამორჩა, რომ ეს არ არის ტრამპის პირადი ინიციატივა, ჯერ კიდევ ბაიდენს შესთავაზა ზელენსკიმ თავად ეს რესურსები, როგორც ინტერესის სფერო და გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთონ ამერიკული კომპანიები ამ წიაღისეულის მოპოვებაში და სარგებელი ამ ყველაფრით ნახოს როგორც უკრაინამ, ასევე შეერთებულმა შტატებმა, როგორც უკრაინის მთავარმა მხარდამჭერმა ქვეყანამ. გარდა ბაიდენისა, ვიდრე ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და ჯერ კიდევ არ იყო მეორევადით არჩეული, ზელენსკიმ მასაც გაუზიარა ეს შეხედულებები და გეგმა გააცნო, რომელსაც თავადვე დაარქვა გამარჯვების გეგმა. ეს გეგმა გასულ წელს შეიმუშავა ზელენსკიმ და სწორედ ამის ნაწილი არის ამ წიაღისეულით ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესება. გარდა ამისა, მომდევნო კვირაში დაგეგმილი არის უახლოეს დღეებში მიუნხენის სამხედრო კონფერენცია, სადაც ჩავა ზელენსკი უკრაინის დელეგაციას ის ხელმძღვანელებს, ასევე იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დანიშნა თავად ტრამპმა იმისთვის, რომ ახლო მომავალში მოხდეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. კიტ კელოგი ის იქნება ჩართული აი ამ მოლაპარაკებებში მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში და სავარაუდოდ სწორედ აი ამის შემდეგ შედგება უკვე მას შემდეგ რაც დელეგაციები ერთმანეთში გაივლიან უსაფრთხოების, სამხედრო და სხვა ტიპის დახმარების და მოლაპარაკების წინაპირობების საკითხებს უკვე შეხვედრა შედგება დონალდ ტრამპთან. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყოველივე, რაზეც ახლა მე თქვენ გესაუბრეთ, მე ძალიან ოპტიმისტურ განცდებს მიჩენს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თანდათან უფრო და უფრო გამყარდება უკრაინის პოზიციები. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ეკონომიკური წნეხი, რომელსაც აანონსებენ რუსეთის მისამართით, არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე სანქციები, რომლითაც დაემუქრა ტრამპი პუტინს თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და არ დადებს შეთანხმებას ამ ომის დასასრულებლად და კიდევ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუდმივად ხაზს უსვამს მათ შორის ტრამპი რუსეთის უკვე არსებულ დანაკარგებს ფრონტის ხაზზე, დაახლოებით 900,000 სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც რუსეთს დაეღუპა და ხაზს უსვამს ასევე მზარდ ეკონომიკურ პრობლემებს და ინფლაციას რუსეთში. ნახოთ ვის რა პოზიციები ექნება უკვე მომდევნო კვირას, მე ცხადია ამ ყველაფერს მივადევნებ თვალს და მოვლენების კვალდაკვალ კიდევ შემოგთავაზებთ ცხადია ამ თემაზე ანალიზს, თუმცა არა მხოლოდ ამ თემაზე. დაელოდეთ მოკლედ შემდეგ ვიდეოებს Redline-ზე. მადლობა რომ თვალს გვადევნებთ. ჩაერთეთ დისკუსიაში, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, ცხადია, ამისკენ მუდმივად მოგიწოდებთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.